აბა დროებით დაგემშვიდობები, ძალიან ცივა, პირი გამეყინა, ვეღარ ვლაპარაკობ. მიუხედავად იმისა, რომ ზეანათებს, მაგრამ ძალიან ცუდი სუსხიანი ქარია. გაყინული ვარ თავიდან ბოლომდე. ასე როდის გავალ? ეხლა გვინდა კიდევ ერთ სოფელში ავიდეთ, ხილოვანაში. ხოდა ვნახოთ როგორ მოახერხეთ ამ ამბავს. უი, ძალიან ცივა. გავიყინე მე ბესო. ხო? გევიჭედეთ რა ვქნა? Молодец. Აბა ბლოკირებები რო კონდეს, ნუ კაცული რა. გაგიჟდა. ეკარი. ირა ალექსანდრე სასული ჩიღოშვილი. აქაც ალექსანდრე ზაქარიძე ჩიღოშვილი. 1903-ში დაიბადა და 79 წელს გარდაიცვალა. აი. დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს არის 19 იანვარი 2026 წელი. ყველას გილოცავთ ნათლისღებას, მრავალს დაესწარით. დღესაც გამოვედით ახლა ჩვენ მორიგ ექსპედიციაში, გვინდა რამოდენიმე სოფელი მოვინახულოთ. თუ თოლმა ხელი არ შეგვიშალა, დუშეთის რაიონი გვაქვს დაგეგმილი. ეხლა ერთ-ერთ სოფელში ამოვედით უკვე ჩვენ, სოფელი თხილოვანა არის. გზა კაი დიდი დათოვლილია, მაგრამ მაღალი გამოვლობის მანქანით აქამდე ამოსვლა პრობლემას არ წარმოადგენს. ერთ-ერთი ჩემი გამომწერის თხოვნით, რომელსაც აინტერესებდა სოფელი თხილოვანა, ამოვედით სოფელში და პირადად მე, ჩემი სუბიექტური აზრით ძალიან მაგარი სოფელია. ცენტრალურ გზასთან ახლოს არის, დენი არის, წყალი არის. გზაც არ არის პრობლემური აქამდე ამოსასვლელი. ასე რომ ეხლა სოფელ თხილოვანაში ვართ, ვნახოთ სოფელი თხილოვანა და მე ვაგრძელებთ კიდე რამოდენიმე სოფელი გვაქვს დღეს გეგმაში. ასე რომ გვიყურეთ, არხი გამოიწერეთ, ვისაც მოგწონთ, დალაიქეთ, კომენტარიც მოვწერეთ. აბა დროებით დაგემშვიდობები, ძალიან ცივა, პირი გამეყინა, ვეღარ ვლაპარაკობ. მიუხედავად იმისა, რომ ზეანათებს, მაგრამ ძალიან ცუდი სუსხიანი ქარია. გაყინული ვარ თავიდან ბოლომდე. აბა დროებით მეგობრებო. ჯერ ასე გამოვილი როგორც გზა არის. ეხლა მივიდივარ სოფელ ბურღულში, ახალი ბურღული. ძალიან დიდი თოვლი შეგვხვდა გზაზე. რამხელა თოვლია, ნახე ბიჭო. Peraí. ასე როდის გავალ?
და მე რა მე გავართ ასე რომ ვიაროთ ჩვენ ძალიან ისე რომ თან წინ უფრო მაღალი თოვლი გავწვალდებით ხო? გავიდეთ შემდეგ წავედით უკან ვერ გავართ იქეთ უფრო უარესია ბლოკირება რო ქონდეს ხო მაგრამ არა ამოვედით მეგობრებო გრემისხევის მამათა მონასტერში მივდიოდი ჩვენ სოფელ ახალ ბურღულში მაგრამ ძალიან დიდი თოვლი და ნამქერები იყო გზაზე და ფიზიკურად ვერ მივიდით და ეხა შევიდეთ მამათა მონასტერი მოვინახულოთ ქარია ძალიან ცუდი პირველად ვარ მე მინდა ეკლესიაში შევიდე ჯერ ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი ეხა გვინდა კიდევ ერთ სოფელში ავიდეთ ხილოვანაში. ხო და ვნახოთ როგორ მოახერხეთ ამ ამბავს. ქარმა და თოლმა თუ არ შეგვიშალა ხელი. უი ძალიან ცივა. გავიყინე მე ბესო. ხო ეს კედელობაში შემოვედით, ახლა ჩვენ ერთ სოფელში ვერ ავედით. ახალ ბურღულში ძალიან დიდი თოვლი იყო და ახლა მივდივართ ხილოვანაში. გამღვიარეთ აი ეს სოფელი. აი ქალბატონი. ალაგებს თოვლს. ძალიან დიდი თოვლი წამოვიდა აქ. ხილოვანამდე იმედია ავალთ. ეს რანაირი გზა არის ბიჭო? ფინალიშია გასასვლელი. არა, აქი გავივლი ახლა მომენტ, მაგრამ გაფინულია ხო რა მდინარე? საადე ბიჭო? არა, ერთი ხიდით არ მიდიო, ორი ხიდით შემიდიო. შველი რო იყო მიდიო. შველი რო ვერ არის, აბა მოიცა. აი ხა წავალ. ხო, ეს ერთი აღმართი ამოვიარეთ, ჯერჯერობით მივდივართ. აი სოფელ ხილოვანაშიც ამოვედით, ერთი სახლი გამოჩნდა ეგერ გორის წვერვალზე.
სოფელში შესასვლელი ჭიშკარი რიგია, შეგვიძლია შევიდეთ. ალბათ. ნუ აქ უფრო ის არის, მანქანის ნაკვალები აქ უფრო მეტია ვიდრე. აი მანქანა არის ასე იგი. ცხოვრობს. ბოლომდე ავიდეთ ახლა ჩვენ. ასე გადადის გზა იმაში ბაზალეთში. ხო. ანუ ეს არის სოფლის ბოლო. ხილოვანაში ამოვედით მეგობრებო. ხილოვანაც კაი დიდი სოფელია. ხილოვანა ცენტრალურ გზასთან შორს არ არის. ერთი აი ზამთარში არის. ძალიან დიდი თოვლი მოვიდა ეხა ჩვენ. გზაზე ძლივს ამოვედით. თორე ისე ჩვეულებრივ ამენში ძალიან კაი ადგილზეა სოფელი. ცხოვრობენ ასეთი ძველი სახლები ბევრია ხო, მაგრამ ნუ სოფლის სახლებია რა. ჩავიდეთ ეგერ ქვევით. ძაღლიყებს. ესე იგი უნდა იყოს ვიღაცა. ტენი არის, წყალი არის. მოდი ცოგრი, მოდი. როგორ ახარ? ნუ გეშინია, ნუ ანაფს არ გიზავ კაცო. თავარია შენ არ მიკმინო. ცუგრი. სად ახარ? კეთაც, აი მანქანა. ესე იგი აქ ცხოვრობს, ამოვიდა ეგერ ჯიპით. კეთაც ცხოვრობენ შვენიერი სახლია. ეს სოფელი ძალიან მომწონს მე. კარგ ადგილზეა, სუფთა ჰაერზეა. ამოსასვლელად მარტივია ძალიან. ყოველ შემთხვევაში კარგ ამინჩი. თოვლიან ამინჩი ჯიპით ამოხვალ. ესეც ერთ-ერთი ჩვენი მაღალმთიან რეგიონში არსებული სოფელი მეგობრებო. დუშეთიდან არის ძალიან ახლოს, დაახლოებით 10-12 კილომეტრია. თუ არ მეშლება. ადამიანს სკები აქვს, ფუტკრები ყავს. ესეთი სოფელი, ეს არის სოფლის დასაწყისი. სოფელი თხილოვანა. ეხლა ამ სოფლის მერე არის კიდევ ერთი სოფელი. სოფელი არბოეთი. სამწუხაროდ ვერ ავედით ერთ-ერთ სოფელში. ახალ ბურღულში და ძველი ბურღული არის. მაგ მონაკვეთს გაჩვენებთ. ძალიან დანამქრული გზა იყო, თოვლიანი და ფიზიკურად ვერ მოახერხეთ, მაგრამ აქ სოფლებშიც აუცილებლად ავალთ. ხო და ეხლა წავედით სოფელ არბოეთისკენ.
სოფელ არბოეთშიც ამოვედით, მეგობრებო, გზა არის ძალიან დათოვლილი და დანამქრული. გაჩვენებთ როგორ ამოვედით, ძლივ-ძლივობით, მაგრამ მაინც ამოვაღწიეთ, ძალიან მაინტერესებდა ამ სოფლის ნახვა. აქ არის 2-3 სახლი, რომელიც უკვე დაშლილია, მინდა ეს სახლებიც გადავიღო და გაჩვენო და სოფლის სასაფლაოა თავის პატარა სალოცავით, სადაც ეტყობა, რომ ძალიან დიდი ხანი აქ ადამიანი აღარ ამოსულა და აღარ მიუხედია ამ ადგილებისთვის. ყოველ შემთხვევაში ადგილი ძალიან კაია და ეს თავის დროზე იყო სოფელი არბოეთი. მოდით ერთად დავათვალიეროთ ეს ადგილი. ესე იგი თხილოვანა მოვინახულეთ სოფელი მშვენიერ ადგილას და თხილოვანადან არის რამანძილეა ბესო არბოეთამდე? 2 კილომეტრია სოფელი არბოეთამდე, ასეთი დათოვლილი გზა არის. იმედი გვაქვს, რომ სოფელი არბოეთამდეც მივად. და მერე არბოეთიდან არის გადასასვლელი გზა არღუნში, ხო? არღუნიც ის არის. არღუნი მოხდილი სოფელია. ხო, არღუნი განვითარებული სოფელია და არღუნიდან გადავალთ მერე ბაზალეთში. ხო არ მეშლება? ბაზალეთში და ცენტრალურ გზაზეთან რა მოყვი? ხო, ნუ თავარია ავიდეთ. ხო, კიდევ ერთ დანამქრულ ადგილს მივადექით. არბოეთში მივდივართ ჩვენ, მაგრამ მე მგონი ამ გზასაც ვერ ავალთ. უი, მე ვაფშე ვეღარ მივდივართ. ქარია და ძალიან დიდი ნამქერია. არა, ვეღარ მივდივართ. გევიჭედეთ რა ვქნა? აქ ვერ ავდიოდით თითქოს პარა. როგორი ავედი. აიჩენა. რამხელა ნამქერია რა. კიდევ ერთხელ ხო არ სინჯო, ბაბუ. სადნი და სინჯე ხო? ვიწვალებთ რა ასე რა. არის. საწვავიც არ გვეყოფა ასე ამდენი. ზევით ბუქსაობით. ბოლო მაინც გადავწყვიტეთ. წინ ამოვედით ის ერთი მონაკვეთი, სადაც დანამქრული იყო, ამოვიარეთ. ხო და ერთ მონაკვეთს კიდე მივადექით, აქაც კაი დიდი ნამქერია და დაგვრჩა დაახლოებით 1 კილომეტრი არბოეთამდე. აღმართებია და ასე ნელ-ნელა წინ მივიწევთ რა. ბაბუთ კეპნის გზას. მარტივად რო ავიაროთ. აი ალევის ოქროს კარიალის სამებაჭოს აქედან. კაი, არ უნდა მეტი. ბიჭო დაცურავს თვითონ გადადის რა გადაუხვია არა გადმოუხვია ბაჩი რო ყოფილიყო არ გადაუხვია ო ეგრე ადვილია ლაპარაკი არ არის ეგრე რა
სასიამოვნო სიგრილია. აი ეს არის უდანამქრული. რა ვიცი. Молодец. Ამას ბლოკირებები რო კონდეს, ნუ კაცი ვერ გაჩვენე. რა ვაიხლა ის. ავიდა. გაჩერა. ცაცად არ გაჩერა. Jacek. Namkerija. Kaj didi namkerija. Gatišda. Եկარი, მე მგონი ავედით სუზევით რა, եկარი, გამეყინა ხელებით. ავედით ურა. სადავედით ბიჭო? დავაკეთება გააჩინე. ავედით კი. ავედით ხო ბაბო? აჰა. ოჩახ. ავედით. ხო, აქამდე კი ავედით. არ ჩანს იქით და წინჟარი კაცი ვერ გაიგე. არ ვიცი ბაბო, აზე არ ვარ. რომ მივალთ გავიგებთ. ეს მონაკვეთი ამოვიარეთ. ამოვედით ერთ დროს სოფელ არბოეთში. არბოეთი ეს სასაფლაოა სოფლის. დაახლოებით 1200 მეტრზეა, მაღალი ადგილია. რამოდენიმე სახლია სულ სოფელში. მაგრამ სასაფლაო კაი დიდი სასაფლაოა. ეს სალოცავი იყო სოფლის. აგერ აქეთ არის ერთი სოფლის სახლის ნანგრევები და ქვევით არის კიდევ ერთი სახლი და ჯოჯურობით ვიზუალურად მეც სახლებს ვერ ხედავ. მე მინდა ხა გავიარო და ვნახო სოფელში რა გვარის ხალხი ცხოვრობდა. ირა ალექსანდრე სასული ჩიღოშვილი. აქაც ალექსანდრე ზაქარესე ჩიღოშვილი. 1903-ში დაიბადა და 69 წელს გარდაიცვალა. ესეც სოფლის სალოცავი. აბა შევიდეთ. ყველაფერი განადგურებული აქ ეთყობა, რომ დიდი ხანია უკვე არავინ აღარ ამოდის ხოლმე. პატარა სალოცავია. წმინდა გიორგის სახელობის. და აქედან ყველაფერი აი ესეთ შემოსასვლელია სალოცავში. განადგურებული და ქვევით არის სახლი. მივიდეთ ერთი ამ სახლთან. დენი გადის. დენი ბაბუ, დენი იყო ხო სავარაუდოდ ადრე? დენი არის ახლაც. ეხლაც არის? იმას რომ იყვება, იქ სახლი ამ ნანგრევებს იქეთ. ხო, ის სახლი მინდა ვნახო. იქაც არის სახლი, მარცხნივ ჩასახლები და სტოლბა იქაც ჩანს დენიც არის. აბა მივიდე. გზად რომ მოვდიოდით ეთყობოდა რომ ერთი მანქანა მაღალი გამავლობის იყო ამოსული აქ. აი ნაკვალებიც არის. დენი მიდის. აქცეულია ეს ერთი ბოძი და ძალიან ქვევით კიდია ეს კაბელები. ხა დავიჯერო ამ კაბელებში დენია.
შესაძლოა არის კიდევაც. ქვით აშენებული სახლი. ნაწილობრივ წინა მხარე ბლოკით არის აშენებული. ეს სახლის უკანა მხარე. ღობე. ესეთი სახლი იყო. აქ არის კიდევ ერთი შენობა. კარებია და კარების წინ მაყულის ბუჩქებია. ეს იმის ნიშანია, რომ ეს ადგილი არის ძალიან დიდი ხნის წინ მიტოვებული. აქ საქონელს ინახავენ ზაფხულობით. ჭერი ჩამოშლილია, მოკლედ განადგურებულია ეს სახლიც. ქვევითაც არისო სახლი ბაბუნდა. სად არის სახლი? აი ღობე. აგერ გზის მარჯვენა მხარეს, ზედა მხარეს ჩანს ერთი სახლი. აი ამ გზიდან ჩამოვიდით ჩვენ ზევიდან და ქვევით ჩამოდის კიდე გზა და აქ არის ღობე. და მაინტერესებს აქ არის ადამიანის აი ნავალი ეტყობა, რომ გაი არ გამოიარა ვიღაცა, მაგრამ გამომივიდეთ ერთი ახდება ქვევით. შეღობილი ნაკვეთია. მივადექი კიდევ ერთ სახლს. აქ ეტყობა, რომ ფეხით იყო. ანუ ვიღაცა ჩავიდა, ვიღაცა ამოვიდა. ეხლა ჩვენ რომ მოვდიოდით, გზაზე ეტყობოდა, რომ აქანა იყო ამსული ორხიდიანი და შესაძლოა აქ ამოვიდა მაღალი თოვლის გამო. აქ ვინმე იყო ამ სახლში, ხო და მანქანა წაიყვანა. აბა ახლოს მინდა მივიდი ამ სახლთანაც. არა, არავინაც არ არის. აქ ვინ უნდა იყოს დანგრეულია ეს სახლი ფაქტიურად. რა ხელა სახლი არის უპატრონობისგან დაშლილი. ეგ არის, ეს არის მე-13 სახლი სოფლის. რაც მე შემხვდა. ესე იგი, აი ქვევით ჩანს. ქვევით ჩანს სოფელი, რომელშიც ჩვენ ახლა ვიყავით, ამოვიარეთ არბოეთი და მივდივართ სოფელი არღუნისკენ. ეს გზა მაგარი აღმართია და ძალიან დათოვლილი ამოვიარეთ, მაგრამ წინ არის კაბელია, არ ვიცი რატოა ეს კაბელი ძის გდია. ბესო ხელი არ დაადო დენი არ იყოს. წაქცეულია თუ რა არის, ფაქტიურად მიწაშია ჩამარხული ეს კაბელი და ხო და არა კაბელს ახლა ჩვენ ვერ ავწევთ და ფაქტიურად წინ ვეღარ მივდივართ რა. ბესო წავიდე ახლა დაზვერავს წირა ხდება. აქედან არის დაახლოებით 2 კილომეტრი და გადავდივართ სოფელ არღუნში. მაგრამ ეს დენის კაბელი ხელს გვიშლის ძალიან რა.
აბა დავაი. აი ეგ იყო სულ. მოკლედ მეგობრებო, რასაც ვაკეთებთ, თქვენთვის ვაკეთებთ, ვისაც გაინტერესებთ, ჩვენი ქვეყნის აი ეს ადგილები, რომელიც დღესდღეობით არის, ზოგი დაუსახლებელია, ზოგი მიტოვებულია, ზოგში დროებით არავინ არ ცხოვრობს, იქიდან გამომდინარე, რომ ცუდი გზა არის, ცუდი ამინჩი ადამიანი ვერ ადის და ეს ლამაზი ადგილები, ამ ლამაზ ადგილებს ვიღებთ, გაჩვენებთ და მინდა რომ ეს ჩვენი შრომა დაგვიფასოთ თქვენ ლაიქებით, თქვენი არხის გამოწერებით და კომენტარებით. ყველას დიდი მადლობა, დღეისათვის ეს იყო და მალე შევხვდებით. აბა კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს 19 იანვარი 2026 წელი. ყველას გილოცავთ ნათლისღებას. მომავალ შეხვედრამდე.